მორჯულებული ცოლი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში დედა შვილი ცხოვრობდა. უღელი ხარის მეტი არა ებადათ რა. ეს იყო მათი საცხოვრისიც და სარჩო-საბადიც, მაგრამ ყველიერი რომ დადგა და მთელი სოფელი ლხინსა და სმა-ჭამას მიეცნენ, დედამ უთხრა შვილს. შვილო, ხომ ხედავ ხალხი რა ყოფაშია, ყველა ქეიფში ატარებს დროს. როდემდე უნდა ვიყოთ ასე გამორჩეულები? მოდი, ერთი ხარი დავკლათ. ხორცი ზოგი ღვინოზე გადავცვალოთ, ზოგი პურზე. დანარჩენი სახლში დავიტოვოთ და ჩვენს ერთი რიგიანი ქეიფი გავწიოთ. შვილმა იუარა, ახლა საცაა ხნა დაიწყება და ცალი ხარით ყანა როგორ გამოუხნაო, მაგრამ დედამ არ დაიშალა. არა უშავს რა, მე შემაბიო, უთხრა და დაიყოლია. დაკლა ბიჭმა ერთი ხარი. ხორცი ზოგი ღვინოზე გადაცვალა, ზოგი პურზე. სამწვადე შინაძბლომა დაიტოვა და დედაშვილმა ყველიერი მართლაც მაძღრისად გაატარეს. ყველიერი მალე ჩამოთავდა. დადგა დიდმარხვა და ხალხით სახნავად გავიდა. ბიჭს კი ცალი ხარი გაჰყავს და აღარ იცის რა ქნას. ადგა და რა კი სხვა სახსარი ვერაფერი გამონახა, უღელში დედა შეაბა. გაიტანა გუთანი და დაიწყო ხნა. იმ დღეს იმ ქვეყნის ხელმწიფეს გასეირნება მოესურვა და თავისი ნაზირვეზირებით სოფელში გამოვიდა. დაინახა რომ უღელში ხარის მაგიერ დედა ბერი აბია და ნაზირვეზირებს უბრძანა ახლავე გუთნის დედა მომგვარეთო. მოიყვანეს ბიჭი. ვინ არის ეგ დედაბერი? უღელში რომ გიბია? დედა ჩემია. მიუგო ბიჭმა. ხელმწიფე უფრო განრისხდა. მერე არ გცხვენია, რომ შობელი დედა გუთანში შეგიბია? რად კადრულობ ასეთ საქციელს? ბიჭმა უამბო როგორც იყო საქმე. ხელმწიფე ცოტა დაშოშმინდა. ბიჭს წერილი დაუწერა და უთხრა. წაიღე ეს წერილი ჩემს მენახირესთან და ხარს მოგცემს. დღეიდან აღარ გავიგო რომ დედა შეაბა უღელში, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებ. ბიჭმა მადლობა გადაუხადა. გამოიხსნა დედა უღლიდან და მაშინვე ხელმწიფის მენახირესთან გაეშურა. მიუტანა ხელმწიფეს წერილი. მენახირემ წაიკითხა და ერთი უშველებელი გათქვირებული ხარი დაანახვა. შენთვის აგეის ხარი მომიცია, მაგრამ მე ეჭვება რომ მოიხმარო. ეგ ხარი მთელმა ჯარმა ვერ დაიმორჩილა და მარტოკამ რა უნდა უყო. როგორმე მოვათვინიერებ. უთხრა ბიჭმა და ერთი მსხვილი თოკი მოიტანა. ავიდა შუა მდინარეში მდგარ უზარმაზარ მუხაზე. თოკის ერთი წვერი მუხას მიაბა. მეორე ქამანდად გამოყულფა და მენახირეს ჩამოძახა როგორმე ნელ-ნელა ხესთან მორეკეო. მორეკა მენახირემ ოჩანი ხარი. ბიჭმა სტყორცნა ქამანდი და გადააცვა კისერზე. ხარი მთლად გაგიჟდა. დაიქშუტუნა, თვალები გადმოკარკლა და ყალღზე შედგა, მაგრამ ქამანდთან რას გახდებოდა? რამდენიც გაიწევდა, ყელში მით უფრო ძლიერად უჭერდა. საღამომდე იბრძოლა ხარმა და რომ ვერაფერს გახდა, ბედს დამორჩილდა. ამ წევა ჭინჭყლში დაიქანცა კიდეც და ხის ძირას დაწვა. ბიჭი ჩამოვიდა ხიდან და ხარს შორი ახლო დაუდარაჯდა. ხარი იქამდე აშიმშილა, სანამ მთლად სინსილა არ გადაუწყდა. მერე ნელ-ნელა დაუწყო ჭმევა. ჯერ ერთი ფუჭა ბალახი დაუყარა, მერე ცოტა მეტი. წყალსაც ასე ცოტ-ცოტაობით ასმევდა და ბოლოს ისე შეიჩვია, რომ თავზე ხელიც კი გადაუსვა. ხარი აღარც ერჩოდა და აღარც გასაქცევად იწევდა. მაშინ კი ახსნა ბიჭმა მუხიდან. წამოიყვანა შინ და შეაბა გუთანში. ხარი დადგა ისეთი, რომ ნუ გაიტყვი. გააქვს და გამოაქვს კვალი. ბიჭი სიხარულით აღარ არის. ერთ დღეს ხელმწიფეს მოაგონდა თავისი ოჩანი ხარი და ვეზირს უთხრა. მოდი ერთი გავიაროთ და ვნახოთ, რა ქნა იმ ბიჭმა. მოათვინიერა ჩემეული ხარი თუ ვერა. წავიდნენ და მივიდნენ ბიჭის ყანაში. სადღა ოჩანი ხარი. კვალი თითქმის მარტოკას გააქვს და ისე მოთვინიერებულა, კუდსაც აღარ ატოკებს. ხელმწიფეს ერთი მხარივით ჯიუტი და ზარმაცი ქალი ჰყავდა. ისეთი უქნარა იყო ეს ქალი, რომ განძრევას და ფეხზე ადგომას ვინ იტყვის, პურის ჭამაც კი ეზარებოდა. ხელმწიფე საგონებელში იყო. ასეთ ზარმაცსა და არაფრის მაქნის რა ეშველებაო, მაგრამ მორჯულებული ხარი რომ ნახა, გულში გადაწყვიტა. მოდი, ჩემ ქალსაც ამას მივათხოვებ. იქნებ რამე მოუხერხოს. მოიხმო ბიჭი და უთხრა. ხნას რომ მორჩები, იმავე დღეს სასახლეში მოდი. შენთან საქმე მაქვს. მორჩა ბიჭი ხუნას და წავიდა სასახლეში. არ იცის ხელმწიფერისთვის იბარებს. გონია რამე საქმეს დამავალებსო, დგას და ელოდება.
უცებ ხელმწიფემ ჰკითხა. ჩემი ქალი მინდა მოგათხოვოდა, რა სიტყვე? ბიჭმა ყურებს არ დაუჯერა ნათქვამი და ისე გაშტერდა, რომ კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. მერე უთხრა ხელმწიფეს. დიდებულო ხელმწიფე, მე თქვენი სიძობისა რა ღირსი ვარ. ან თქვენ ქალს როგორ შევინახავ? არ ვიცი, თქვი და გათავდა, უნდა შეირთო. რაღაც იზამდა ეს ბიჭი. წამოიყვანა ხელმწიფის ქალი და მიიყვანა შინ. დედა და შვილი თავს ევლებოდნენ ხელმწიფის ასულს და სულ იმის ცდაში იყვნენ, რა ესი ამოვნებინათ, მაგრამ პატარძალი სამაგიეროს არაფრით უხდიდა. ეზოდან წყალსაც არ შემოიტანდა, მხოლოდ ჭამდა და ტახტზე გორაობდა. დედაშვილმა ითმინა და ბოლოს ასე გადაწყვიტეს. თუ საქმეს გააკეთებს, ვაჭამოთ საჭმელი, თუ არა და მშიერი ვამყოფოთო. დილით ადგნენ და დედა ეუბნება შვილს. შვილო, პური ვინ აჭამოს? ვინც საქმეს გააკეთებს? საქმე ვიღა გააკეთოს. მე და შენა. დედაშვილმა საჭმელი ჭამა და სამუშაოდ წავიდნენ. პატარძალს კი ერთი ლუკმაც არ უწილადეს. ხელმწიფის ქალს მოშივდა, მაგრამ ტახტიდან ადგომა და საჭმლის გაკეთება დაეზარა. იფიქრა, ქმარი და დედამთილი მოვლენ და მაჭმევენო, მაგრამ ქმარმა და დედამთილმა აღარც ვახშამი გაუყვეს. სამუშაოდან რომ დაბრუნდნენ, დედამ მხოლოდ 2 სული სამყოფი ვახშამი გააკეთა და შვილს უთხრა. შვილო, დღეს საქმე ვინ გააკეთა? მე და შენა. საჭმელი ვიღა ჭამოს. ვინც საქმე გააკეთა? დაჯდა დედაშვილი, შეჭამეს რაც კი ვახშმად ჰქონდათ მომზადებული და დაიძინეს. მეორე და მესამე დღესაც ასე მოიქცნენ. პატარძალმა იფიქრა, თუ არაფერი გააკეთე, ესენი ნამდვილად მშიერს მომკლავინო და ღონემიხდილმა ნახევარი სახლი დაგავა. მივიდნენ საღამოს დედაშვილი. ნახეს ნახევრად დაგვილი სახლი და ერთმანეთს თვალი უყვეს. დედამ ჩვეულებრივ ჰკითხა შვილს. შვილო, ვახშამი ვინ აჭამოს? ვინც საქმე გააკეთა? ვინ გააკეთა საქმე? მე და შენა. არა, შვილო. უთხრა დედამ. დღეს ჩვენს პატარძალსაც უმუშავია. ნახევარი სახლი დაულაგებია და ცოტა რამ ამასაც უნდა ვუწილადოთ. გააკეთა დედამ საჭმელი. 2 კოვზი კერძი და 1 ნატეხი პური პატარძალსაც მიაწოდა. ხელმწიფის ქალმა ცოტა სული მოითქვა. თან იმასაც მიხვდა, რომ რაც უფრო მეტ საქმეს გააკეთებდა, საჭმელსაც მეც მისცემდნენ. ადგა მეორე დღეს და გაუკეთებელი აღარაფერი დატოვა. სახლი ძირის ძირობამდე დაგავა. ჯამჭურჭელი დარეცხა, წყალი მოზიდა და ღუმელიც გაახურა. დაბრუნდა სამუშაოდან დედაშვილი და ყველაფერი გაკეთებული რომ დახვდათ, ძალიან გაუხარდათ. ერთმანეთს კვლავ თვალი უყვეს. მერე დედამ ვახშამი მოამზადა და შვილს ჰკითხა. შვილო, დღეს ვახშამი ვინ აჭამოს? რა თქმა უნდა, ვინც საქმე გააკეთა? საქმე ვიღა გააკეთა? ყველამ გავაკეთეთ. სწორია, შვილო. უთხრა დედამ. დღეს ჩვენს პატარძალსაც კარგად უმუშავია და ესეც ჩვენთან ერთად უნდა ვავახშმოთ. დასვეს პატარძალი სუფრასთან. დედაშვილი საუკეთესო ნაჭრებს თავაზობდა. ხელმწიფის ქალი ახლა კი საბოლოოდ დარწმუნდა, შრომის მეტი არაფერი მიშველისო და იმ დღიდან ისე გაყოჩაღდა, რომ საჭიროზე მეცაც აკეთებდა. მთელი დღე ციბრუტივი ტრიალებდა, რეცხავდა, გვიდა, ასუფთავებდა და სანამ ქმარი და დედამთილი სამუშაოდან დაბრუნდებოდნენ, ვახშმის მომზადებასაც ასწრებდა. ერთ დღეს ხელმწიფემ თავის ვეზირს უთხრა. მოდი, წამოდი, ვნახოთ აბა ჩემი ზარმაციქალი რასა იქმს. შესხდნენ ცხენებზე და წამოვიდნენ. მოვიდნენ სიძის სახლში. ქალი სიხარულით გამოეგება მამას და შინ შეიყვანა. ხედავს ხელმწიფე, რომ იმისი ქალი ჩიტივით დახტის სახლში და პირზე ხვიტკი გადასდის. ხელმწიფეს უხარია და თან უკვირს. ნეტა რა უქნა იმ მენახირემ ასეთი, რომ გააყოჩაღაო. ქალმა ქმართან და დედამთილთან ბიჭი გაგზავნა. მამა გვეწვია და საჩქაროდ წამოდითო. თვით ხელმწიფეს და ნაზირ ვეზირს კი ხელში ცულები მისცა და შეშის დაჭრა დაავალა. აქ ასეთი წესია, თუ საქმე არ გააკეთე, პურს არ გაჭმევენ. ხელმწიფე, ახლა კი მიხვდა რა ხერხითაც მოერჯულებინა მენახირეს იმისი ქალი. მოეწონა სიძის საზრიანობა, ვეზირის თანამდებობა უბოძა და კარგი ჯამაგირიც დაუნიშნა. ჭირი იქ ალხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.